საქართველოს მთავრობამ 27 აგვისტოს მიღებული დადგენილებით უცხოელი IT სპეციალისტებისთვის დროებით ბინადრობის ნებართვის მისაღებად დამატებითი რეგულაციები დაადგინა. დოკუმენტის მიხედვით კანონმდებლობას დაემატა ახალი მუხლები, რომლებიც დეტალურად განსაზღვრავს რა პირობებში შეძლებენ ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებული უცხოელები საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვებას. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა შემოსავლის დადასტურებაა, რაც ანაზღაურების სახით წელიწადში $25,000 უნდა აჭარბებდეს. ახალი რეგულაციები IT სექტორში დასაქმებულ სამ ჯგუფს ეხება. საქართველოში რეგისტრირებულ შრომით იმიგრანტებს, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებს, საერთაშორისო IT კომპანიების ხელმძღვანელ პირებსა და წარმომადგენლებს. განსაკუთრებული პირობებია განსაზღვრული იმ უცხოელებისთვის, რომლებიც საქართველოში მცირე ბიზნესის სტატუსით არიან რეგისტრირებულნი და IT საქმიანობას ახორციელებენ, ასევე საერთაშორისო IT კომპანიების წარმომადგენლებისთვის. დადგენილება ასევე ითვალისწინებს, რომ ბინადრობის ნებართვის მიღების შესაძლებლობა გავრცელდება IT სფეროში დასაქმებული უცხოელების ოჯახის წევრებზეც. ბათუმის ყველაზე დიდი მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის მფლობელმა შპს გრანდმომმა 2024 წელი მოგებით დაასრულა. კომპანიამ 2024 წლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც სავაჭრო ცენტრის შემოსავალი $23,500,000 შეადგენდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 5-ჯერ აღემატება. შედეგად გრანდმომმა $9,700,000 წმიდა მოგება მიიღო. კომპანიის ბალანსიც გაუმჯობესდა. საკუთარი კაპიტალი 2023 წლის $4,600,000-დან $14,400,000-მდე გაიზარდა, ხოლო სესხების მოცულობა $70,700,000-დან $47,100,000-მდე შემცირდა. გრანდმოლი დასავლეთ საქართველოს ყველაზე დიდი მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრია. ის ბათუმის შავი ზღვის სანაპიროზე, ქალაქის ტურისტულად დატვირთულ ზოლში მდებარეობს და მოიცავს 24,000 კვადრატულ მეტრზე მეტ სალიზინგო ფართს. ცენტრი 5 სართულისგან შედგება, სადაც 4 სართულზე განთავსებულია სავაჭრო ობიექტები, ხოლო მინუს სართულზე ავტოსადგომი 150 ავტომანქანაზე. სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილია 100-მდე ბრენდული მაღაზია, კვების ობიექტები, კინოთეატრი, ბოულინგი, ფიტნეს კლუბი და ბავშვთა გასართობი ცენტრი. პროექტი გათვლილია რეგიონული ეკონომიკის განვითარებაზე და 1000-მდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნაზე. შპს გარდაბნის თბოს სადგურმა 2024 წელი გაზრდილი შემოსავლებით და სტაბილური მოგებით დაასრულა. ამის შესახებ კომპანიის ფინანსური ანგარიშგებიდან ხდება ცნობილი. 2024 წელს ელექტროენერგიის გამომუშავებით მიღებულმა შემოსავალმა $242,900,000 შეადგინა, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე 26%-ით მეტია. საერთო მოგებამ $7,900,000 შეადგინა. საოპერაციო მოგებამ $48,700,000. წმინდა მოგება $66,500,000 იყო. კომპანიის აქტივები 2024 წლის ბოლოს $419,900,000 შეადგენდა. საქართველოში რძის იმპორტი დაახლოებით 28%-ით გაიზარდა მიმდინარე წლის იანვარ-ივლისის პერიოდში ქვეყანაში $12,400,000 11,107 ტონა რძის და ნაღების იმპორტი განხორციელდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი $8,900,000 და 7,529 ტონა იყო. მთავარი იმპორტიორი ქვეყანა აზერბაიჯანია, რომელსაც მოყვება პოლონეთი, რუსეთი და საფრანგეთი. რაც შეეხება ექსპორტს, წელს ქვეყნიდან მცირე რაოდენობის ექსპორტით დაფიქსირდა. კერძოდ ივნისის თვეში საქართველოდან $6,400 ღირებულების 3 ტონა პროდუქტის სომხეთში გავიდა. ცნობისთვის ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ქვეყნიდან რძის ექსპორტი განხორციელდა. თუ არ ჩავთვლით 2015 წელს, როდესაც საქართველოდან $14,600 ღირებულების რძის და ნაღების ექსპორტი დაფიქსირდა. მაშინ ერთადერთი საექსპორტო ქვეყანა აზერბაიჯანი იყო.